მოგესალმებით თელავიდან, საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტური, რომელიც სტარტდება კახეთში, კერძოდ თელავის მოტოკროსის ტრეკზე. სანამ მოტოს ვახურებთ, გაგარკვევთ მცირედი სიტუაციაში. ესე იგი, გვაქვს სულ 3 კლასი. პირველი ხაზი არის ექსპერტი, მეორე ხაზი მოდერეიტი, მესამე ხაზი არის ჰობი კლასი. გვექნება სულ 3 გარბენი, 3 20 წუთიანი გარბენი, ყველა გარბენში იქნება ადგილი შესაბამისი ქულა. შემდეგ ქულები დაჯამდება და გამარჯვებული იქნება ის, ვინც 3 გარბენში ყველაზე მეტ ქულას მოაგროვებს. ესეც მცირედი მომხილოა, რომ წარმოქმნა კონდეთ დაახლოებით შეჯიბრზე რა ტიპის და როგორ იქნება. ხო, მე გამოდივარ მოდერეიტ კლასში, მთლიანი ვიდეო გადაღებული მაქვს, თუმცა ვერ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, შესაბამისად მიწევს ესე voice-overi გადავადო. ეხლა ერთად ვყუროთ სტარტს და დამარჩენს უკვე რბოლის დროს მოგიყვებით. так, ესეთი რაღაც მემართება დიდი ალბათობით, რომელიმე მონაწილეს დავეჯახე, ან ბოც გამოვედი, მოკლედ არ ვიცი რაღაცა, ან ცუდად მომიწურდა და წავიკეცი, შესაბამისად ვარ ახლა ბოლო ადგილზე და ვიწყებ ბოლო ადგილიდან, მოკლედ. არც ისეთი კარგი სტარტი, როგორც მინდოდა საბოლოო ჯამში, მაგრამ ასისავე ესეთები ხდება. თან ახლა ამ დროს დიდად არ ვნერვიულობ, მithumetes რომ წინ 20 წუთია, 20 წუთის მერე კიდე საერთოდ ორი გარბენი გვაქვს წინ შესაბამისად, რა თქმა უნდა. დამთავრებული არაფერია, პირიქით ახლა იწყება. ტრეკის შესახებ გეტყვით, უცებ, მოკლედ მოტოკროსის ტრეკი იყო, როგორც ნახეთ, მაგრამ ესეთი მიბმული აქვს. მორების სექცია, ყველაზე ძნელი და რთული მონაკვეთი, დამღლელიც. მოკლედ ჩემი სტრატეგია იყო, რომ შეცდომა არ დამეშვა, იმიტომ რომ აქ ისეთი ტრეკია, ანუ რთული არ არის ეს ტრეკი, არის უფრო სწრაფი ტრეკი, შესაბამისად აქცევა და ან რაღაცა პატარა შეცდომა უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე სხვა ტიპის ენდუროს ტრეკებზე. აქ ცოტა მიჭირს გამორჩიო, ვინ ჰობი და ვინ მოდერეიტია, თუმცა როგორც კი გავერკვევე მე თვითონ სიტუაციაში ეგრევე გეტყვით თქვენს. მაგრამ პირველი წრის მერე საკმაოდ ბევრი ადგილი ამოვიღე. პროგრამა მინიმუმი არის, რომ რაღაც სამეულში მაინც შევიდე, რომ სუპერ ქულები ავიღო, რომ მეორე მესამე გარბენისთვის უკვე მზად ვიყო და ვიღდეს უკვე ბრძოლა. და ისიც, აქ დავინახე საშა, რომელიც მესამე ადგილზე იყო. აქ შეტევას რა თქმა უნდა არ ვაპირებ, იმიტომ რომ ყველაზე რთული მონაკვეთია, ასე თქვა და როგორც ვთქვი, აქ შეცდომის დაშვება უფრო ძვირად ფასობს. ხო, მოკლედ ვიჭერთ ხოლმე ხანდახან გატარებას, ეს არ გიკვირდეთ, იმიტომ რომ სხვადასხვა კლასებში რო ვარ, თქვათ, ჰობი ატარებს მოდერეიტი და ჰობი, რა თქმა უნდა, ექსპერტს ერთმანეთს ხელს არ უშლით და ასე შემდეგ. აქ მოკლედ უკვე დავიწყე ფიქრი, რომ იქნება გავასრო მესამე ადგილოსანს და მივახლოვდე პირველ მეორეს. მithumetes რომ ნახე, რომ ნორმალური ტემპი მაქვს, ანუ
აქ დავიწყე უკვე ფიქრი გასწრებაზე და ნახე როგორ რაღაც მემართება. გამინეიტრალდა მოტო მოკლედ. ეს ჩემი ახალი მოტო და ცოტა მეუჩვეველი ვიყავი და შესაბამისად. მსგავსი შეცდომაც მომივიდა. რამაც კიდევ დამაგარგინა რამოდენიმე წამი და საბოლოო ჯამში აქ უკვე მოკლედ კიდევ ამოვიღე ჩამორჩენები ცოტა დავეწიე ბიჭებს და აქ კიდევ საცობში მოვხვდი მოკლედ აქაც კიდევ ერთი შეცდომა მოკლედ პირველი გარბენია არ მიდის თლად ისე როგორც ჩაფიქრებული მქონდა აქ საერთოდ მე და მინდო ვერ გავუგეთ ერთმანეთს, იმიტომ მინდოს ეგონა რომ მორჩა საერთოდ. თუმცა უბრალოდ ყვითელი დროშები იყო. ნუ პირველი გარბენი როგორც თქვი არ წავიდა ისე როგორც მინდა და შესაბამისად აქ უკვე მივხვდი რომ აზრი აღარ ქონდა პირველი ადგილისთვის ბრძოლას შესაბამისად. გადავწყვიტე რომ თავი დამეზოგა მეორე და მესამე გარბენისთვის მით უმეტეს რომ აქ ნახე რომ მეოთხე ადგილზე ვიყავი უკვე შესაბამისად მეოთხეზე საკმაოდ უყურებელი იყო და აღარ ღირდა ასე ვთქვათ თავის გაწირვა მე ჩემი ახალი მოტივი გამოვიდი შეჯიბრზე გავცვალე ეს ვთქვათ KTM Husqvarna-ში გადავედი Husqvarna-ზე ამის შემდეგი ვიდეო დაიდება ალბათ ახალი მოტოსი რატო გავცვალე და რისთვის და ასე შემდეგ ყველაფერს ალბათ იქ ვისაუბრებთ ვისაც დაგაინტერესებთ შეგიძლიათ დაელოდოთ და ნახოთ მერე მოკლედ პირველ გარბენზე როგორც მახსოვს მე საინტერესო ისეთი არაფერი არ მოხდა რა მოუთმენლად ველი უბრალოდ მეორე და მესამე გარბენს იმიტომ რომ შინაგანად მაგარი გაპრეზებული ვარ ეხლა დავიწყებთ მეორე გარბენს და იდეალური სტარტი ზუსტად ის რაც მინდოდა პირველზე ვარ მოდერიტში და მესამეზე საერთოდ ჯამში ანუ წინ კოტე და გახელა არიან ეხლა ვიფიქრებ ექსპერტების გატარებაზე და შემდეგ უკვე ტემპის კონტროლს აქ ჩემთვის ვამხნევებ ხო აქ ბიჭებს ვატარებ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ექსპერტები არიან და მეც არ შეუშლი ხელს და ისინიც არამერევა შესაბამისად ტყუილად არც ენერგიას და არც დროს არ დავკარგავ სევაი ბოლო ექსპერტის გაუშვი და აქედან უკვე მგონია რომ всё, ვინც დამეწევა აწევს, всё, უკვე
ყველა მოდერეიტია შესაბამისად. საბრძოლო რეჟიმში ვიქნება. Ну, вот, какой комфортно спустимо თავს, იმიტომ რომ წინ ცოტა შორტი ესე ვთქვათ ექსპერტებს შესაბამისად. ძალიან ისე პროში აღარ მიწევს სიარული. ტემპს სპეციალურად ვაკონტროლებ, ანუ არ ძალიან ჩქარდები, არ ძალიან ნელდები, დაახლოებით ისე როგორც ვჭირდება, იმიტომ რომ როგორც თქვი, ისეთი ტრეკი იყო აქ შეცდომის დაშვება ძალიან ძვირად ფასობდა. ახლა უკვე კულზე მაზიან. ხედავ რომ შეიძლება ღირდეს უკვე ტემპის ნელა-ნელა მომატება. ვაკ ჩამიქრა, მოკლედ ცოტა მიუჩვეველი ვიყავი მოტოზე და ცოტა ისეთ შეცდომიც მომდიოდა, რომელიც ისიც არ უნდა დამეშვა, მაგრამ ახალი მოტოა, სულ ახალი ჩემთვის განსხვავებულია, ეს არის TBI და რა TBI. და იქ დავკარგე პირველი ადგილი, თუმცა მალევე მოვედი აზრზე. არ გავრისკე შესვლა და სხვა გარისკე შესაბამისადაც მოიგო პოზიცია, იმიტომ რომ როგორც პირველ გარბენზე მომევიდა შევძვერი და შესაძლოა დაუშვი იგივე არ მინდოდა განაკეთებინა. აქ უკვე დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ დავიბრუნო ჩემი პირველი ადგილი, მაგრამ ესე მარტივი ამბავიც არ არის. ესეთ ტვერში მიყვე ადამიანს და გადაასწრო. სადამეთახმებით მაგარი შეგრძნება, აი საოცარი შეგრძნება, როცა აი ესე მიყვებიან, მოყვებიან კუძე, საოცარი ადრენალინია და საოცარი გრძნობა, მართლა რავი, აი ყველას გირჩევთ, რომ გამოხვიდეთ შეჯიბრზე, არ აქვს მნიშვნელობა რომელ კლასში, რომელ დონეზე, აი საოცარი გრძნობა ყველა დამეთახმებით. აქ საერთოდ G19-ია, მესამე ადგილოსანია ამ გარბენზე და აქ უკვე მივხვდი, რომ უკვე მოცდის დრო აღარ იყო, უნდა ჩამიჭირა მაქსიმალურად. მოკლედ მეორე და მესამე გარბენი იყო საოცარი, აი საოცარი ბრძოლა იყო, ისე გავერთე და ისეთი ადრენალინი მივიღე. სამწუხარო რომ პირველში ასე არ მოხდა, მაგრამ მეორე და მესამე ისე გამისწორდა და ისეთი მაგარი იყო, არ ვიცი რა. ჯერ მარტო აი ეს ბრძოლა რა ღირს. ამდენი ხანია უკვე უკანვაზე ვარ და ვერ ვასწრებ. თუმცა ვერცის გამერბის შორს.
ყვითელი დროშებია, იმიტომ რომ ხალხი გაჭედილია. და აქ შიდა ტრაექტორით გადავასწარით თან ცოტა დამეხმარდნენ წრეზე ჩამორჩენილებიც და დავიბრუნე მართლა საოცარი გრძნობა შეჯიბრზე მონაწილეობა პირადად ჩემთვის მით უმეტესად ჩვენ ახლა რაღაცა ფად 100% ესე ვთქვათ სპორტული ხასიათით არ უყურებთ უფრო რაღაცა მეგობრული და რაღაცა ისეთი შეჯიბრი გვაქვს ერთმანეთთან და კიდევ უფრო მეტად ასწორებს ასე რომ ჩემგან ყველას გირჩევთ რომ ანუ შეჯიბრებებზე მიიღოთ მონაწილეობა, მით უმეტეს იმათვისაც განვითარება გინდათ, იმიტომ რომ დამიჯერეთ თითო შეჯიბრი 10 ვარჯიშის ტოლფასია, ის საერთოდ სხვა ბრბოლელი ხდება შეჯიბრის მერე. ხო, აქ უკვე გიომ დავინახე სარკეში და მივხვდი რომ უკვე ძალიან უნდა მეჩქარა, იმიტომ რომ აღარ ღირდა. ხო ეს ექსპერტია გიორგი კახელაძე რომელიც და კოტე რომელმაც თავის იფრინეს საოცრად არის აი ხავთ ახლა თქვენს როგორი მაგარი ტემპი აქვთ მიუხედავად იმისა რომ ჩვენს არ გქონდა ხა ცუდი ტემპი ვიჯერს მართლა საოცარი ტემპი გქონდათ საოცრადი არის და ყველაზე ერთი წრით მეტი, ზოგჯერ 2, ზოგჯერ 3 წრით მეტი და დღეს აი ასეთ სიცხეში, ასეთ პირობებში მართლა საოცარი ფენომენი და შედეგია. ხო, ну მოკლედ ტრეკს არაფერი დაიწყო. ანუ უბრალოდ კარგი მხიარული და გასართობი იყო, ну ერთადერთი იყო მტვერი, რომელიც ძალიან გვიშლიდა ხელს. აკუპა მეხედები, იმიტომ რომ ბიჭები კუდზე მაზიან და მოსვენებას არ მაძლევენ. მართლა უდიდესი სიამოვნება მიიღე განსაკუთრებით მეორე და მესამე კარბენით, აი საოცარი ბრძოლა იყო. როცა ხედავ რომ უკან ესე გაზიან და ესე ვთქვათ მინიმალური გადაცნობის უფლება არ აქვს, რავი საოცარი შეგრძნება ნამდვილად. ყვითელი დროშები ეს ყველაზე ნილი სექტორია და ყველაზე მეტი ადამიანი ჭედებოდა. აქ დამფრთხილად უნდა იყო რომ შეცდომ არ დაუშვოდა არ დაკარგო ის ვიფასი წამები რომელიც სასწრაფოდ კლიენტ ტრეკზე იღებ. ამის გაფსიბო ისე რეგიმედია ძალიან კრიმჯობა არ გამოვა, იმიტომ რომ რაცა ცოტა უცნაურია რაც შენი შეჯიბრის კომენტირება, მაგრამ ფიზიკურად ფაქტზე არ არის, იმიტომ რომ პირდაპირ დამედო
ვერაფერს ვერ გაიგებდა. მე თვითონ მიკვირს ხანდახან გარკვევა. ვინ წრეზე ჩამორჩენილია და ვინ ბრძოლაშია. აი კოტეც რომელიც ასე საოცრადია რა საოცრად ტემპით არ წარმოუდგენლად მაგრად იარეს ბიჭებმა იმიტომ რომ რა განწერული უყურიშ ირეკლის რო გამოტაროს მაგრამ ახლა ყველას თავისი ბოლა აქვს და ხა უცილებლად არავინ არ გაკატარებს იმიტომ რომ ყველას თავისი ბრძოლა აქვს შესაბამისად შენ თვითონ უნდა იფიქრო გადასწრებაზე თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, ეს ვთქვათ, კონტროლში მყავს ყველაფერი, იმიტომ რომ შესაბამისად არ უშვებ, ტემპი იდეალური მაქვს, ბიჭები კი ნახუშინგებენ მოგნიდან, მაგრამ რაღაცა განსაკუთრებულად ესე ვთქვათ, ვამოწმებ ყოველი მოსახლეობის მერე, რომ ხელა მანძილი გვაქვს, ღირს თუ არა ჩაჭერა, იმიტომ რომ ზოგადად მაღალ ტემპზე უფრო მეტია ალბათობა იმის, რომ შეცდომა დაუშვა. კომფორტულ ტემპზე რა თქმა უნდა ნაკლები. შესაბამისად თუ კომფორტული ტემპი შენთვის საკმარისია, არც უნდა იჩქაროს მეტად ეს არის. ტრასაზე უამრავი ფაქტორია, როცა შეიძლება რაღაც შეცდომა დაუშვა და ასე შემდეგ. მოკლედ აქ უკვე დროს ვითვლი, რომ როგორ მე მორჩეს მეორე გარბენი, იმიტომ რომ მინდა მაინც მოვიწროებენ. ერთი მოსახლეობით ჩამორჩება ყველა, ანუ ჩათვალეთ ერთი უბრალოდ ანუ რაღაც წაქცევა ან ასე ვერ გადასვლა მორზე და როგორც პირველ შემთხვევაში იყო დაკარგული გაქვს ეგრევე ადგილი. მსგავსი შემთხვევები არის ყოველთვის ძალიან სახიფათო. ჯერ მომხდარებენ თან დროს მეუბნებიან თითქმის 4 წუთი დარჩა, ანუ რამოდენიმე კრუგია დარჩენილი. წერებოდი. წერდა თქვენ ნახავთ გიოს თეთრ ჭაფუთს, რომელიც ნახლა მოსვენებას არ მაძლევს აი მთელი მეორე გარბენია, რა ვიხარ ვიდეოში რა თქმა უნდა ისე არ ჩანს როგორც იქ მე ვხედავ ყველაფერს, მაგრამ ამჯერად საოცარი კონკი იყო, აი საოცარი სიამოვნება მივიღე მართლა. მოიცა! გადარჩენილა. სამი წუთი მანიშნა და უკვე ცოტა მეც ვიღლები და მეტყობა ნელა დააღვდა ერთი სული მაგრუდის გავა ეს ბოლო წუთები, იმიტომ რომ როგორც თქვი, აი ოპნიდან ისე მაფუშინგებენ, რომ
ამ სექტორში ისევ ყვითელი დროშები, რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო რთული ხდება გადავლა, იმიტომ რომ წლები იღლებიან და თქმა უნდა უფრო მეტი საცობი იქნება, შესაბამისად უფრო მეტი შეცდომის ალბათობა. და უკან მიხედები და ბამბუცმებ ყოველ მოსახლეში. მაგრამ ისეც არის გათვალისწინებული ამ ტიპის შეჯიბრებით, ასე თვალისწინებული პროფესორად, რომ მთელი ენერგია არ ჩადო რომელიმე ერთ გარბენში, იმიტომ რომ აქ არის სამი გარბენი და სამივე თანაბრად აქვს მნიშვნელობა შესაბამისად. ერთი გარბენის მოგება საერთოდ არ ნიშნავს თუ სამივე გარბენი სტანდარტულად არის ჯობია სამი გარბენი თქვა პირობად მეორე ადგილზე იყო ვიდრე ერთი მოიგო და შემდეგ რა მეოთხე მეხუთეზე გახვიდე. ასე რომ ამასთან დიდი მნიშვნელობა აქვს მითუმეტეს რომ ქულები ესე ნაწილდება პირველი ადგილი 20 ქულა მეორე 17 მესამე 15 და გამარჯვებული ხდება ის ვისაც საბოლოო ჯამში მთლიანი ქულები აქვს ასე ვთქვათ ჯამში მეტი ქულა აქვს დაგროვ ნახეთ ალბათ ეთრი ჩავკიდით, მართლა მთელი რბოლა მოსვენებას არ ნაძლევდა და პატარა შეცდომა რომ დამეშვა ალბათ თქმა უნდა გადავიდა პირველ ადგილზე. პირველი გარბენი მოიგო გიომ შესაბამისად მეორე გარბენი უნდა მომიგო ყველა ვარიანტში რომ რაღაცა იმედი მქონოდა იმისთვის რომ ასე გამარჯვებისთვის მებრძოლა. ის კაცი როგორ შევაშინი ბოდიში ყველასთან მართლა ვოდ ნიკასაც როგორ უყური ბოდიში ბიჭო ყველასთან რა თქმა უნდა იმიტომ რომ მინდან გაფუშინგებენ მაგრამ იმხელა ადრენალინი არის რომ წარმოუდგენელია მაგრამ საერთოდ ემოცია კონტროლო აქ უკვე მე მგონი დამიძახეს საჭმარო ბოლო არისო და ცოტა ამოვისუნთქე იმიტომ რომ საკმაოდ დაბალი ვარ მეც იმიტომ რომ სიცხეში 20 წუთი ესე ტემპშია რომ დამიჯერეთ საერთოდ არ არის მარტივი. მოკლედ გახარებული ვარ, იმიტომ რომ პირველი ჩავარდნილი გარბენის მერე პირველი ადგილი ნოც თან წუთიც არ არის. გიო მომეოცა რა თქმა უნდა მაგარი იყო ძალიან უდიდესი ემოციით ვარ ამ დროს დამოხტული და მოდები მესამე გარბენს სადაც გადაწყვეტება გამარჯვებული ჩემსა და გიოს შორის, ანუ ვინც მოიგებს ამ გარბენს ის იქნება მოკლედ მოდერეიტის გამარჯვებული. მე ამ შევიდებ სტარტს. სტარტი მთლად ისეთი კარგი ვერ გამოვიდა, თუმცა პირველზე ჭკუა ვისწავლე შესაბამისად უფრო მნიშვნელოვანია სტაბილურობა ვიდრე რაღაც განსაკუთრებული ბრძოლა. გიოს შევყავი ტრაექტორიაზე და სამწუხაროდ გაუნეიტრალდა და მეც ჩამორჩი, თუმცა ახლა მე აღმოჩნდი გიოს უკან და ახლა მე ვარ მდევრის როლში.
ну არც ისეთი სტარტი გამომივიდა როგორც ვთქვათ მეორეში, თუმცა არაფერი რა თქმა უნდა დაკარგული არ არის პირიქით. ის ჩამორჩენა არის რომ სამრებაც არ შეიძლება პირიქით კმაყოფილი ვარ რაღაც ნაწილში თუმცა ეს პირველი გარბენის ყოლობაზე თან როგორც ვთქვი 20 წუთიანი გარბენის შესაბამისად 10 წუთის შემდეგ აბსოლუტურად იცვლება გარემოება და ადამიანი როგორც ვთქვათ 10 წუთამდე დაფრინავდა ძალიან კარგად ბევრი ტემპს ზოგი და პირიქით ვისაც მეტი გამძლეობა აქვს აქაც კი ნაღამ იგივე შეცდომა დაუშვი იგივე ტრაექტორიაზე დავჭი და დავგაგე აქაც დრო აგუგა ჩემწინ მრბოლესაც შევატყრო რომ ისიც არ იყო მაიზამის კარგ კონდიციაში უფრო დაღლილი ჩანდა აი გავშეცდომას გულისხმობ როცა დავუშვებ ძალიან რთული ამ ვარიანტი გამორჩენის აღმფრა აი აქაც ზუსტად იგივე აი ორი მონაწილე ანუ ზუსტად იქ მორების სექტორში კარგავს რამოდენიმე წამს რაც მე რა თქმა უნდა ხელს მაძლევს აქ უკვე ვარ მესამე ადგილზე და ვიბრძვი ახლა მეორე ადგილისთვის გიომ როგორც ჩანს უკვე დაიკავა პირველი ადგილი შესაბამისად აი აქ ხედავ წინ გიოს და აუცილებელია რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავასრო ისე რომ ნახე რა გონკიოთ სადეში და ტრაექტორით გასწრება და აქაც საუბრში და ტრაექტორიიდან ნახე რა გასწრება ალბათ ჩემი ჰაილაითია ამ შეჯიბრის So, ახლა წინ დამჭა მხოლოდ გიო რომელსაც უნდა დავიწყო და გავასწრო თუ მინდა რომ რაიმე კი არა მოვიგო საერთოდ ეს შეჯიბრი თუმცა საერთოდ არ არის მარტივი თან ამოიღო ჩამორჩენა და თან შეცდომა არ დაუშვა ნელ-ნელა გამოჩნდა უკვე გიოც ჰორიზონტზე. მართლა საოცარი ტემპით მიდის, ანუ მთელ ენერგიას ვდებ იმაში, რომ დავეციო, მაგრამ ნუ რთული ამბავია ჯერჯერობით. ცოტა ყვითელი დროშები მეხმარება იმაში, ცოტა ჩამორჩენა მოხდა და აი მიუახლოვდი როგორც იქნა. ძალიან კარგად გავიდა გიოც და მეც ძალიან კარგად გავყევი. თან და როგორ შევხედა გიოც უყურებს და აკონტროლებს ზუსტად იგივენაირად როგორც მეორე გარბენზე მე იმიტომ რომ როგორც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენი ტემპი გჭირდება. უკვე მეორე ხომ დევრის როლში და მე არ ვაძლევ გიოს მოსვენებას.
და შეცდომის უფლებას. ხო, ეს გიგია ჩვენ შორის ის ექსპერტებში გამოდის შესაძლებლად მას ცალკე გონგი აქვს ესე რომ ვთქვათ რბოლა რატო ხარბარიცი მოკლედ ამ სექტორში ხო როგორც თქვი ძალიან ფრთხილი ვარ ჩემი თავიდანვე სტრატეგია იქით იყო აქ არც უნდა შემეტი არც მაღალი ტემპი უნდა ამიტომ რომ შეცდომის დაშოვა ძალიან ვირად ფასობდა ხო უკიდან მიყოლა არაერთული ამ ტრეკზე რის გამო ჯერ ერთი და მე მეორე რომ თინა მონაწილე გახსნის ისეთი ყველაფერი სახეზე გეღრება მარტივად რო ვთქო ლეტრა ბრძოლა მე გახლობს უფრო შიდა ტრაექტორიებზე ვაკეთებ ვიდეო კიდევ სუგარით გადიოდა აქ ვერ შევედი კარგად ისე რომ საჭირო პირველ წუთებში არც ვცდილობ ძალიან შეტევას, იმიტომ რომ როგორც ვთქვი, 20 წუთიანი აგარბენი, შესაბამისად ყველაფერი წინ არის, ჯერ ნახევარიც არ არის რბოლის გასული, შესაბამისად ჯერ შეცდომას ველოდები, რა თქმა უნდა, ვიდრე რაღაცა შეტევას, ან რაღაცა განსაკუთრებულ ტემპის მომატებას, იმიტომ რომ უფრო მეტი ალბათ, უფრო შენ თქვენ დაუშვა მაგ შეცდომა პირველი ამოცანა რა თქმა უნდა არის რომ ძალიან არ გაუშვა წინ, იმიტომ რომ რაღაც მანძილის აღმოფხვრა რა თქმა უნდა ძალიან რთული. ხო აქ ექსპერტები გავატარე, ექსპერტები გიო და კოტე გიორგი კახელაძე და კოლოფ ჟენცენიც იცით ნუ სამყაროში გეცოდინებათ ორივე აკობი კოტეს ვანიშნებ რომ შევიდე შიდა ტრაექტორიაზე მაგრამ არ მინდა რომ დავაკარგინო დრო მორებზე იმიტომ რომ თავისი რბოლა აქვს, რა თქმა უნდა. თუმცა აქ მე ვკარგავს სამწუხაროდ დროს, მაგრამ შეცდომას ჯობდა რომ რამდენიმე წამი დამეკარგა. let's საკმაოდ ჩამოვჭი, მაგრამ ახლა ნელა როგორც მახსოვს ვიწყებ რა ემოციებში ვარ. ვიწყებ ნელა შემცირებას, იმიტომ რომ რაღაცა რბოლის ნახევარი გასულია შესაბამისად. დრო არის იმაზე ვიფიქრო რომ პირველი ადგილისთვის ბრძოლა უკვე უნდა დაიწყოს.
მადლობა, ერთ-ერთი მონაწილეს ვერ ვიცანი რომელი იყო, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ დრო არ დავკარგე და გამატარა. თორო გამატაროს განწირული ხმით, იმიტომ რომ აქ მინიმალური წამების დაკარგვაც კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. სამწუხარო შეცდომა ისე ჩამიქნა მოტო მიუჩვეულობის გამო ცეპლენიაზე. თუმცა არაფერი ისეთი განსაკუთრებული, მაგრამ როგორც თქვი ამ და ხედავთ კიდე საკური 3 წამის ჩამორჩენაც უკვე ძალიან რთული ამოსაღებია. მოკლედ ეს ამოღებული დრო და რაღაც ამდენი ნაწოლები ერთი მოსახვში რომ ერთი ჩაქრობით დაიკარგა და განიავდა, მაგრამ ჯერდანებებისთვის რა თქმა უნდა ძალიან ადრეა და უწყებ ყველაფერს თავიდან. მოკლედ ძალიან უცნაურია საკუთარი ბოლის ავაკ როგორ მოხდები საკუთარ თავს. საკუთარ თავს ვამხნევებ, იმიტომ რომ ახლა ჯერ რა თქმა უნდა დამთავრებული არაფერი არ არის, კი ეხავს რა თქმა უნდა რაღაცა უაზრო შეცდომის გამო განიავდა ის რამდენიმე წამი ამოღებული, მაგრამ ბრძოლა რა თქმა უნდა ბოლომდე თან აი უდიდესი სიამოვნება არის ნამდვილად. ეს ყველაფერი აი რა საოცარი შეჯიბრი გამოვიდა მართლა. თან წმინს ის რო პირველ გარბენზე მოვიდა უაზრო შეცდომა, რომელმაც პირველ რიგში დამაგარგინა ის სიამოვნება, რომელიც მეორე და მესამე გარბენზე მივიღე. კიდევ ერთხელ უნდა ყველას რჩევა მოგცეთ, ვისაც მოგყავთ, არა აქვს მნიშვნელობა რა დონეზე და არა აქვს მნიშვნელობა ოპიკლაში გამოხვალთ მოდერნიზმში ექსპერტში. ამიჯერეთ შეჯიბრის სიამოვნება არის ის, რომელიც ყველა ენდურო რაიდერმა უნდა მიიღოს, იმიტომ რომ ის ადრენალინი და ის ემოცია მთელი ცხოვრება გაგრძელდება. ამიჯერეთ ჯერ ერთი, მერე მეორე. განვითარებისთვის არის საოცარი, აი სულ სხვა მრბოლელი არა და რაიდერი ხდებით. შეჯიბრის მერე როგორ ვახმოვებ საკუთარ თავს და ნახე რომ დაახლოებით 7 წუთი მაქვს კიდე დარჩენილი, საკმარისი დრო არის ამ ჩამორჩენის აღმოსაფხრელად.
მოკლედ აი ისიც გამოჩნდა ნელა-ნელა უკვე ჰორიზონტზე. საკმაოდ ამოვიღე ბევრი წამი და ნელა-ნელა ვუახლოვდები კიდეც. იგივე ისევ ჩამიქრა მოტო, ისევ დავკარგე რამდენიმე წამი. მოკლედ ცოტა ახალი მოტოს მომუშავება, მაგრამ მცირე დაღი დამასვა ნამდვილად. თუმცა კარგია რომ უფრო დიდი დაღი არა, იმიტომ რომ რამდენიმე წამის ჩამორჩენა არ არის კატასტროფული. უკვე წრეზე ჩამორჩენილებს დავეციეთ და იმედი მაქვს რომ იქნებ შეაყოვნონ მცირედით მაინც და მე ამისთვის არგებლო. თუმცა პირიქით მე უყონდები. თუმცა ისიც აქაც ვერ შევედი ისე როგორც მინდოდა. თუმცა უკვე ძალიან დაღლილი ვარ, ანუ ამდენი ძიმე გადასწრებების და ასე შემდეგ საკმაოდ მეც ისე ვთქვი დაღლიათ, მაგრამ ეს ის დროა რომ უკვე დანებების თავი არ მაქვს და როგორც იქნა უკვე საბრძოლო მანძილზე დავეციე, გიომაც შემამჩნია. და ბოლო წუთების მოკლედ დრამა. აქ უკვე მე ძალიან მიჭირს მორებზე გადასვლა, ტემპის შედარებით დაკლებული მაქვს, ხელები მაქვს საოცრად დაღლილი, მაგრამ ადრენალინი მაქვს ალბათ იმდენი, რომ აი საერთოდ ვერ ვგრძნობ. მოკლედ იწყება ბოლო წრე და მოკლედ თუ რამე მაქვს ყველაფერი უნდა ჩავდო მოკლედ ამ წრეში რომ გადავასრო უკვე გიოს საკმაოდ ისეთი უკვე შესაძლებლად კომფორტული პოზიცია მაქვს და ბოლო ძალებს ვდებ. მე შიდა ტრაექტორით ვაპირებ შესვლას და სამწუხაროდ ვერ დავისტარტე ისე ზალა აღარ მეყო ამ მოსახვებში. ცოტა არ გამართლა კიდეც, იმიტომ რომ ბოლო შესაძლებელი წრეზე ბევრი ხალხი შემხვდა და აი აქ უშვებ შეცდომას, იმიტომ რომ უნდა გადამესრო ამათვის, იმიტომ რომ გიომ გაატარა და აქ ძალიან დიდ დროს კარგავდა ამის ამოღება უკვე ბოლო წრისთვის შეუძლებელია. თან თითქმის მეც უკვე ენერგია აღარ მაქვს, არანაირი შერჩენილი. შესაბამისად, სამწუხაროდ მესამე გარბენი დავთმე, მეორეზე გავედი. თუმცა საოცარი ბოლა იყო, მართლა განსაკუთრებული სიამოვნება მიიღე, საოცარი ადრენალინით სტავებიზე. რაც მინდოდა ნამდვილად ის იყო, გიოს ულოცავ საოცარ გამარჯვებას, მართლა ბევრად უკეთ იყო მომზადებული, ბევრად მაგრადი არა. წუხარ იმას, რომ პირველი გარბენი სამწუხაროდ აცებულაზრო შეცდომის გამო დავთმე, მაგრამ არა უშავს მეორე და მესამე გარბენში ძალიან კარგი და ისეთი ბრძოლა ჰქონდა, რომელსაც ღირდა ნამდვილად ყველაფერი. მოკლედ, პირველ ადგილზე გავიდა გიო მარიამული, მეორე ადგილზე გავიდი მე, მესამეზე ადგილზე გავიდა გიორგი ოძელაშვილი. ჰობის რაც შეეხება, მიულოცოთ ჩვენ მინდოს ასევე გამარჯვება და რაც მთავარია, მესამე ადგილზე გავიდა ჩვენი ლუკინო. მოკლედ,
პროგრამა მინიმუმი ბიჭებმა შევასრულეთ, 3 მედალი წამოვიღეთ თელავიდან, რაც მე მგონი ცუდი შედეგი არ არის. რაც შეეხება ექსპერტებს, ექსპერტები მოიგო გიორგი კახელაძე, მეორეზე გავიდა კოტიკო ლობჟანიძე და მესამე ადგილზე გავიდა ილია მანუელიშვილი. მოკლედ იმედია მოგეწონათ, იმედია ძალიან გრინჯობა არ გამოვის voice-overi და რაღაც კომენტირება, მაგრამ სხვა გზა ფიზიკურად არ იყო. აქ გიოს ულოცავ რა თქმა უნდა დამსახურებულ გამარჯვებას და მადლობა საოცარი ბრძოლისთვის. ჩვენ კი დაგვრჩა 2 ბრძოლა საქართველოს ჩემპიონატის, შემდეგ იქნება ახალციხე და შემდეგი დასრულდება ვერეს ხეობაში და ეს 2 შეჯიბრი გამოავლენს უკვე საერთო ჩათვლაში გამარჯვებულს. მე კი დაგემშვიდობებით, იმედია მოგეწონათ, ალბათ თქვენიცით მომავალ შეხვედრამდე და მომავალ ძალიან მაგარ თავგადასავლამდე.